დვალიშვილის საოცარი კამბექი. რას ამბობს მერაბი გამარჯვების შემდეგ? ცარუკიანის კომენტარი ქართველებზე და გივი მაჭარაშვილის პასუხი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. როგორც მოსალოდნელი იყო თბილისში გამართულ რაფის ღონისძიებაზე არაერთი სანახაობრივი მომენტი ვნახეთ. დასამახსოვრებელი იყო ღონისძიების გახსნაც, რომელიც არმან ცარუკიანის მონაწილეობით დაიწყო. სომხეთის სახელით მოასპარეზეს სპორტსმენი მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებლისგან სტოენას და ილია თოფურიას მხარდამჭერ შეძახილს ისმენდა. არმან ცარუკიანმა გამარჯვების შემდეგ ქართველებზე მოკლე კომენტარიც გააკეთა. მადლობა საქართველო. თქვენი სტვენა მხოლოდ მოტივაციას მატებს. ნებისმიერი ქართული მოწინააღმდეგე გამომიყვანეთ და მე მას დავამარცხებ. აქვე გეტყვით, რომ მის ამ განცხადებას ღონისძიების დამთავრების შემდეგ გივი მაჭარაშვილმა უპასუხა. ჩვენი ძმა მეგობარი კუკისეული სოფლიო ჩემპიონი დავთვალე ქეჩას ცელამ ლაპარაკობდი და ამას რომ ავტო იზახდა რომ უბრალოდ 33-ში შეტყვეტი არჩილება და თუ ნაკლებს მეტყვიან პერიეფის ხელმძღვანელებიო 23-ის მეყოფა. ამ პასუხამდე კი მაჭარაშვილი ამერიკელ მოჭიდავეს დაუპირისპირდა და 7-3 დაამარცხა. მაჭარაშვილის მსგავსად დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც. სამწუხაროა მხოლოდ ის ფაქტი, რომ გამარჯვება ვერ შეძლო ერთმა ქართველმა, ვლადიმერ გამყრელიძემ, რომელიც ქამრიშთვის ბრძოლაში 25 წლის ამერიკელ კაილ დეიკს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2-0 დამარცხდა. ამ ღონისძიების კულმინაცია კი მერაბ დვალიშვილის და ჰენრი სეხუდოს მთავარი დაპირისპირება იყო. ქართველი ჩემპიონისთვის საღამო მძიმედ დაიწყო. თავიდან მერაბი პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან 8-0 მარცხდებოდა. თუმცა დარჩენილ დროში გულშემატკივარს დაუჯერებელი კამბექი შესთავაზა. მეტოქე 11-8 დაამარცხა და გულშემატკივარს მორიგი დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრძოლის შემდეგ მერაბი ისე ენერგიულად გამოიყურებოდა, რომ რამდენიმე რაუნდს კიდევ ჩაატარებდა. გამარჯვების შემდეგ მედიასთან ქართველმა ჩემპიონმა ისაუბრა. მერაბზე კომენტარი გააკეთა რაფის პრეზიდენტმა ჯედ ბრონსტეინმაც. Georgi, მადლობა ღმერთს, მოახერხე ჩემს კეთილში გამარჯვება და ეხლა რო ვფიქრები, ძალზედ იქნებოდა ჩემი აღწაგება რა და თავად ცოტა გავერთე, მაგრამ შემოვაწერდა მე თუ მაგარი გამოვიდა რა ესე რომ აგიგი და მე მოვიგე და მადლობა მარცო კიდევ ერთი გამარჯვება მივიწერეთ სპორტია და მადლობა მარცო მადლობა
გულიან და ჯიგრიან ქართულ ხალხს და რა ვიცი დაგინერი ვარო გავახარე საქართველოს მოყვარული და სპორტის მოყვარული ხალხი. არ მქონდა უთხრობანი წამოდგება უბრალოდ ეს იყო ჩემთვის ტიტულის მნიშვნელობა არ აქვს მე მაგათი წყალობით მივახცე უბრალოდ მე გაჩერებას არ ვაპირებ იმიტომ რომ აქამდე მოსვლა იყო რთული და ეხლა თითოეული ჩემი სპორტული მოგება ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ჩემთვის ეს არის მთავარი მიზანი. დღეს რომ ნოლიდან დავიწყო ცხოვრება არაფერი არ მჭირდება. სპორტულ ტიტულებზე და საქართველოს წარმატებაზე ვარ ორიენტირებული. უბრალოდ მადლობელი ვარ ქართველი შემადგენლობის მაშინ როცა მე 15 წელს საქართველოში ვასპარეზობდი, კიდევ არ ვიყავი ისეთი გამოცდილი სპორტსმენი და ეხლა შედარებით დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მაინც გამოსვლის წინ როცა გავიგე ქართველი კომანდის შეძახილები ჟურნალისტებმა დამიარა და რაღაცა ღმერთს მადლობას ვუხდიდი აი ამ კომანდისთვის და ამ სიყვარულისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ შემოქმედებას. მე რა გილოცავ, კიდევ ერთხელ ნამდვილად შესანიშნავი გამარჯვება იყო. სამომავლო გეგმებზე მინდა რომ გკითხო, როგორც შენ თქვი, სავარაუდოდ შემოდგომაზე უნდა ველოდოთ ტრილოგიას. მთელი ძალებით ამ ასე ვთქვათ, იანთან ბრძოლაზე გადაერთვები თუ შეიძლება მანამდე კიდევ გიხილოთ რაფის ივენტს. რა თქმა უნდა, მთელი ძალებით ვიქნები ფოკუსირებული MMA-ზე და ჩემ შემდეგ ბრძოლაზე რაც პიტერიანს ხდები იცით. მაგრამ შესაძლებელია კიდევ ვიჭიდაო არეებზე, იმიტომ რომ მხოლოდ ბოლო კვირას ვთქვი მხოლოდ რა ბოლო ეხლა საქართველოში რადგან პოლიტიკური თემით ჩამოვედი, მაგრამ თუმცა ამერიკაში მხოლოდ ბოლო 3 დღე გადავეწყობი ხოლმე იმაზე ჭიდაობას. ჩემთვის თავი ბრძოლაში მოგება რა ჭიდაობაში ისეთი მნიშვნელოვანი არ არის და რა შეიძლება არეებში კიდე ერთი ვისდა. მერაბი საკუთარ თავს საკმარისად არ აფასებს. დღეს მან ბრწყინვალეთი ჭიდავა. ამ საღამოს იმ ბარათზე გაიმარჯვა, სადაც 8 ოლიმპიური ჩემპიონი იყო. საოცარი ჭიდაობა აჩვენა. როდესაც მერაბი იგებს და ჯერჯერობით ორივე შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი ცეკვას იწყებს, სალტუებს აკეთებს და გამარჯვებას აღნიშნავს. მაყურებელი ამაზე საოცრად რეაგირებს. მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. თითქმის იმდენივე სიხარულით ველოდები მისი გამარჯვების აღნიშვნას, რამდენითაც თავად მისურთა ბრძოლას. ახლა მხოლოდ მერაბის პასუხს ველოდებით. გვინდა რომ UFC-ს მომდევნო ბრძოლამდე ჩვენთან კიდევ ერთხელ იჭიდაოს. ბოლოს გილოცავთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას და რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.